ეთერების ეთერშია სპორტის თემა. ვახო გაფრინდაშვილთან ერთად. მოგესალმებით, შუადღე მშვიდობის სპორტის თემა არის პირდაპირ ეთერში. დღეს ვისაუბრებთ ტურნირის შესახებ, რომელსაც საქართველოს მომასპინძლა, კონკრეტულად კი ევროპის ჩემპიონატი კარატეში ბათუმი იყო მასპინძელი ქალაქი და სხვადასხვა მიმართულებით იყო ძალიან საინტერესო აღნიშნული ტურნირი ჩვენთვის. მე გაგაცნობთ შედეგებს: 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო, ეს არის პირველი ნაკრების რეზულტატი, ხოლო ახალგაზრდებს რაც შეეხებათ, აქ არის 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. სპეციალისტების შეფასებით ეს არ არის ურიგო შედეგი, თუმცა თავად კარატეს ფედერაციაში თვლიან, რომ გასული სეზონების რეზულტატები შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. მოკლედ ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, ასე რომ ლაშა ხაჭაპურიძე არის დღეს ჩვენი სტუმარი, ახალგაზრდული ნაკრების თავარი მწვრთნელი და წარსულში სპორტსმენის კარიერაში ასევე ევროპის ჩემპიონი, თუ არ ვცდები. კი ბატონო. მოგესალმებით, პირველ რიგში მაინტერესებს საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული ამბები, თავად თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ და როგორი იყო საერთაშორისო გამოხმაურებები და შემდეგ უკვე რეზულტატებზეც გადავიდეთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მსმენელს. როგორც აღნიშნეთ, მესამე ჩატარდა საქართველოში, პირველად ბათუმში. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ვფიქრობ, რომ სამაგალითო იყო სამივე საქართველოში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი, თუმცა 2026 წლის კიდევ უფრო უკეთესი იყო და აბსოლუტურად ყველა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლისგან მივიღეთ უმაღლესი შეფასება. ეს რაც შეეხება საორგანიზაციოს. რაც შეეხება უკვე მედლებს, მოდი ჯერ დიდებზე ვთქვათ, 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო. არის თუ არა ეს ის რეზულტატი, რისი რესურსის დღეს საქართველოს ნაკრებს რეალურად გააჩნია? კი ბატონო, ამაზე ჩემსაც ვიტყვი, რომ 6 медალი საკმაოდ მაღალი შედეგია, ძალიან ბევრი ქვეყნისთვის საოცნებო შეიძლება ითქვას. გამოყოფ იმას, რომ მამაკაცებში 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით პირველ ადგილზე გავედით და ამის მიუხედავად მწვრთნელებს დაგვრჩა რაღაც ისეთი შეგრძნება, რომ ცოტა უფრო მეტი გვინდოდა და შეგვეძლო, თუ გავითვალისწინებთ წინა წლებს, შარშან წელს წინს გუნდური პირველი ავიღეთ 4 ოქროს მედლით, აქედან გამომდინარე ჩვენ თვითონ ასე თქვა უწესებთ ჩვენ თავს მაღალ თამასას და მოთხოვნას. თორე საერთო ჯამში მსგავსი შედეგი ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს და რა თქმა უნდა კმაყოფილები ვართ. მაინც თუმცა მომავალში ვეცდებით, რომ ძველი პოზიცია დავიბრუნოთ და უფრო მეტი ოქრო ავიღოთ. კი ბატონო, რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს, აქ არის 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ეს იყო დაგეგმილი შედეგები თუ აქაც იყო ვითარება, როცა პროცესი წარმართავს მერე უკვე მოლოდინს? კი ბატონო, ნაწილობრივ გეთანხმებით, მართლა გითხრათ, ახალგაზრდებმა რაოდენობრივად კიდევ უფრო მეტი მედალი აიღეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებიდან შარშანელთან შედარებით რამოდენიმე სპორტსმენი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა და შესაბამისად დიდებში მოსინჯა ძალები, რა თქმა უნდა შევსებაც ჰქონდა, მაგრამ გამოცდილი სპორტსმენები ეროვნულ ნაკრებს შეუერთდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგია, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო, შესაბამისად კიდევ უფრო მეტად კმაყოფილები ვარ ახალგაზრდების გამოსვლით. რეალურად სუფთა არითმეტიკული თვალსაზრისით რომ მიუდგეთ ამ საკითხს, ახალგაზრდული ნაკრების შედეგები ალბათ პირველი ნაკრების პირველ ნომრებს მშვიდად ყოფნის შესაძლებლობას არ მიცემს, იმიტომ რომ არც ის თუ ისე დიდი ზღვარია ასაკობრივი, ახალგაზრდულიდან თქვათ დიდებში გადასასვლელი და ბევრჯერ გვინახავს, რომ ახალგაზრდული ასაკის სპორტსმენს მაინც ქონია კარგი შედეგები უკვე დიდების ნაკრებში. აი ამ კონკურენციაზე რა სიტყვით და ხო არ არის თქვათ ჩანიშნული ცოტა ისეთი სიტყვა შეიძლება არარელევანტური, მაგრამ ხო არ იგეგმება, რომ უახლოეს მომავალში ეს როტაციული პროცესი გაგრძელდეს? კი ბატონო, ის რომ ეროვნული სპორტსმენებს, მებრძოლებს, ასე ვთქვათ, ამოსუნთქვის საშუალებას კაი გაგებით არ აძლევენ ახალგაზრდების კარგი გამოსვლა, ეს მწვრთნელების, ასე ვთქვათ, მისიაც არის და ზუსტად ამას ვცდილობთ. წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ესეთი ფაქტი იყო, რომ შარშანდელი ახალგაზრდულის ჩემპიონი დათო ძნელაძე დღეს წელს პირველად ასპარეზობდა უფროსი ასაკის სპორტსმენებში და ფაქტობრივად დიდებში დებიუტი ვერცხლის მედლით დააგვირგვინა. შესაბამისად ამას ყველაფერს მივაწერ კიდევ ერთ მომენტს, რომ ჩვენ უკანასკნელ ასე ვთქვათ დასკვნით სამწვრთნელ შეკრებას ახალგაზრდებს და უფროსი ასაკის სპორტსმენებს მწვრთნელების გადაწყვეტილებით ვაკეთებთ ერთად, რაც კიდევ უფრო უადვილებთ ბიჭებს და გოგონებს ადაპტაციაში, ასე ვთქვათ, დიდ სპორტში რომ ფეხი შედგან, შესაბამისად
როცა ასაკი უწევს და უკვე ეროვნულ ნაკრებს მიუახლოვდებიან, ვფიქრობ, რომ უკვე საკმაოდ გამოცდილები და მიჩვეულები არიან გარკვეულ წნეხს. კი ბატონო, საინტერესოა რომ მიმდინარე, უпроსორად ბათუმში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ქართული ფინალი შედგა დიდებში და პატარებში რომ დავაჯამოთ. აი ესე დროს მაინტერესებს რა ხდება ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში და დელეგაციაში. ალბათ ძალიან რთულია ემოციურად ამ ყველაფრის თვის თვალის მიდევნება და შესაბამისად მე უკვე თქვა რჩევების მიცემაც. ეს კიდევ უფრო დიდი სიხარულია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ოქროს медаლი და ნებისმიერი სინჯის медаლი, რომელსაც ნაკრების წევრი მოიპოვებს, სიხარულია, თუმცა როცა ნებისმიერ წონით კატეგორიაში ფინალურ ბრძოლაში 2 ქართველი უპირისპირდება ერთმანეთს, ეს ნიშნავს, რომ მარტივად რო თქვა, დანარჩენი ქვეყნები არის მესამე. ის წონა ჩვენია, ასე ვთქვათ, ესე ვეძახით და წელს მოხდა ისე, რომ უფროს ასაკში 2 ქართული ფინალი იყო და ესეთი შემთხვევაც მე პირადად არ მახსენდება, რომ ერთი ქვეყნის 2 ფინალი ყოფილიყოს და პლუს ახალგაზრდებში ჩვენთვის პირველად მოხდა, რომ გოგონებს შორის გაიმართა ქართული ფინალი და ესეც ასე ვთქვათ, პირველი იყო ჩვენ შემთხვევაში და ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა. იცით რა მაინტერესებს, როდესაც საუბრობთ თქვათ ქართულ წონაზე, პირველი თავში მოგდის, რომ ძიუდო და 90 კილოგრამ წონითი კატეგორია და კარატეში რომელი წონებია უფრო ჩვენი? ჩვენ შემთხვევაში წეგან მინდოდა მე თქვა და გამორჩა 2015 წელს, წეგან ახსენეთ ჩემი სპორტსმენობის პერიოდი, 2015 წელს პოლონეთში ჩემი და ანდრეი ზინჩენკოს ფინალი შედგა და ეს იყო უფროს ასაკში პირველი ქართული ფინალი. მადლობა ღმერთს, რომ იმ მომენტის შემდეგ ძალიან ხშირად ფაქტობრივად ყოველ წელს გვაქვს საშუალება, რომ ქართული ფინალები ვიხილოთ. რაც შეეხება ქართულ წონას, ვფიქრობ, რომ გასული 2 წლის გათვალისწინებით აბსოლუტურის გარდა ყველა ქართული იყო, იმიტომ რომ ჩვენი დომინაციით მიმდინარეობდა და განსაკუთრებით გამოყოფ უფრო მსუბუქ წონებს. აი 60, 65, 70 განსაკუთრებით მე არ მახსენდება უკანასკნელი წლების მაღალი რანგის ჩემპიონატი, სადაც კვარტალზე ქართველი და ხშირ შემთხვევაში 2 ქართველი არ იდგეს. ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ საუბრობთ კონტაქტურ კარატეზე, რომ ვინმეს თუ გამორჩა ან შემთხვევით მე სხვა კარატეში რო არაერიოს მოგეხსენებათ კარატე რამდენიმე სახეობის არის და რაც ძალიან კარგია საქართველოში, ძალიან პოპულარულია. სანამ გადავალთ თქვათ სამოყვარულო დონეზე, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ მაღალი მიღწევების სპორტი არის ერთეულთა ხვედრი და ერთეულებს შეუძლიათ აი ამ პასუხისმგებლობის ტარება თავისი ფიზიკური უნარებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. სანამ ამ თემებზე გადავალთ, მაინტერესებს როგორი შეკრება გაიარეთ და ზოგადად შეკრებას რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ერთი შეხედვით თქვათ, ვინც კარგად ვერ ერკვევა ამ საკითხებში, შეიძლება დასვას კითხვა, რომ თუ მთელი წლის განმავლობაში ვთქვათ რაღაც ერთ დონეზე იყავი, ბოლო 1 თვის ინტენსიური წვრთნა განარამხელა სხვაობას იძლევა შედეგის დაფიქსირების დროს. კი ბატონო, ამ შემთხვევაში როცა ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, სადაც გაირკვევა ამა თუ იმ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელს რომელი სპორტსმენი წარადგენს, იმ დღიდანვე იწყება მათი ინდივიდუალური მომზადება პირად მწვრთნელებთან და გუნდებთან. წლევანდელ წელს ესე იგი ეროვნულ ნაკრებს პირველი მოსამზადებელი შეკრება ყაზახეთის ნაკრებთან ერთად ქონდა, რომელიც სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ხოლო დასკვნით შეკრება ახალგაზრდებმა და ეროვნულ ნაკრების სპორტსმენებმა ერთად გავიარეთ ბათუმში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ერთად ვარჯიშობდით. რაც შეეხება ამ შეკრების მნიშვნელობას, ერთი ის რომ გეთანხმებით, შეიძლება ბოლო უკანასკნელ 10-ან 2 კვირაში პირობითად რამე მნიშვნელოვნად მის ფიზიკურ მონაცემებში არ გაიზარდოს, მაგრამ ფსიქოლოგიური მდგომარეობა ერთიათად უკეთესდება და ეროვნულ ნაკრების მწვრთნელმა ლევან წინცაძემ ბევრჯერ ახსენა ეს სიტყვები და გავიმეორებ, რომ ჩვენ უკანასკნელ შეკრებაზე ყველა ვარჯიშს საქართველოს ჰიმნით ვიწყებდით და ეს თითქოს რეპეტიცია იყო იმისა, რისი გაკეთებაც გვინდოდა თქვათ 9 მაისს და მადლობა ღმერთს, რომ ნაწილობრივ შევძელით. გასაგებია. ფსიქოლოგიური კომპონენტი ალბათ ყველა სპორტის სახეობაში საბოლოო შედეგის განსაზღვრელი არის. ყოველ შემთხვევაში დიდი წვლილი მიუძღვის, იმიტომ რომ დიდ ტურნირებზე ხა ნებისმიერ სპორტში ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხდება ან ოლიმპიურ თამაშებზე ისეთი, ვინც თქვათ არ არის კარგი, არ არის წარმატებული და ალბათ აქ მეტნაკლებად უკვე ფსიქოლოგიაზე მოდის დიდი როლი. ის რომ ჩვენ სამშობლოში უმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს, ხომ არ გახდა აუცილებელი, რომ დამატებით გემუშაოთ ამ მიმართულებით და ეს მუშაობა როგორ მიმდინარეობს, ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კულისებში რა ხდება ჩვენ არასდროს არ ვიცით. კი ბატონო, ის რომ ესეთი მაღალი დონის ღონისძიების მასპინძლები ვართ, შეიძლება ვთქვათ ნაკრების დებიუტანტებისთვის ისეთი წნეხი ყოფილიყო, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თავის შესაძლებლობის გამოვლენაში. თუმცა თუ
თუ მწვრთნელები სწორად იმუშავებენ და მგონია რომ გამოგვივიდა, შეიძლება ეს დამატებით მოხდათ აქციოთ, რაც სასიკეთოდ შეიძლება წაგვადგეს. ერთი ის რომ უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა და მინდა რომ მადლობა გადაუხადო ქართულ გულშემატკივარს, იმიტომ რომ რამოდენიმე ბრძოლა იყო ძალიან ბევრი უпростоრად, სადაც დაძაბულ ბრძოლაში, თანაბარორთა ბრძოლაში დიდი როლი ითამაშა გულშემატკივარმა, ასე რომ გუნჩიც განწყობა ისეთია, საკმაოდ ბევრი გამოცდილი სპორტსმენი ყავს, აი წლებია მრავალგზის ჩემპიონები და შესაბამისად მათი გამოცდილების გაზიარებით, ცნოლების ჩარევით ხდება ის, რომ ის დებიუტანტებიც ასე ვთქვათ სწორად იყენებენ ამ მუხტს, რომ მასპინძელი ხარ, არათუ დაიძაბო და დაითქნო, პირიქით შესაძლებელი გარო შენი შესაძლებლობა გაჩვენო აბსოლუტურად ყველას შენ საკუთარ ქალაქში, იმიდან გამომდინარე, რომ დიდი ნაწილი ნაკრებებისა არის აჭარიდან, ბათუმიდან და მათთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საკუთარ კედლებში ესპარეზად კარგად. გადავიდეთ ახლა მასობრივ სპორტზე და როგორც აღვნიშნეთ, კარატე ძალიან პოპულარული სპორტის სახეობა. დაახლოებით რამდენი ბავშვია ლაპარაკი, ხო არ გაქვთ ინფორმაცია, ვინც თქვათ სამოყვარულო დონეზე, თქვათ კარატეთი არის დაკავებული და როგორ მიდის საწვრთნელო პროცესი, არის ეს თქვათ იერარქიულად დაალაგებული, რომ ყველა მესე უნდა ევარჯიშოს თუ მაინც რაღაც დონეზე ყველა შეუძლია რომ ინდივიდუალურად წვრთნელმა განსაზღვროს რაღაც პროცესი. ანუ კარატე არის ისეთი სისტემა, სადაც გარდა ფიზიკური განვითარებისა უდიდეს ყურადღება ექცევა აღზრდას, ასე თქვა, თავმდაბლობას, შრომის მოყვარებას, კეთდება ასე ვთქვათ აქცენტი, გეთანხმებით, რომ სამოყვარულო სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ზუსტად ამაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული და ის მინიმალური, ვინც ვთქვათ, გამოჩნდება და სრული ექნება და შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, იცვლება მე უკვე მიდგომა, დატვირთვები და ზოგადად განვითარების სტადიები უკვე იმ კონკრეტულ სპორტსმენებთან. ზუსტი რაოდენობა ნამდვილად არ ვიცი ახლა, მაგრამ ერთი რაც შესამჩნევია ის არის, რომ უკანასკნელ პერიოდში იქიდან გამომდინარე, რომ ნაკრების და ახალგაზრდული ნაკრების შედეგები 1-2 და 1-5 გაიზარდა, რა თქმა უნდა, მოვარჯიშეების რაოდენობაც იზრდება, რაც ძალიან მახარებს და მინდა რომ გამოვყო აჭარის რეგიონი, სადაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, წყალებში ბუმია ამ სპორტის სახეობის და ეს ძალიან მახარებს. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში აბსოლუტურად ყველა რეგიონი მსგავს სიტუაციაში იქნება, ეს მხოლოდ მოგვიტანს წარმატებას. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ კარატე მარტო სპორტი არ არის, გარკვეული ფილოსოფიის მატარებელია, თქვათ ისევე როგორც აღმოსავლური სპორტის უმრავლესობა, იქ შინაარსი გაცილებით შეიძლება მეტი იყოს ვიდრე სპორტული კომპონენტი. ამ ფილოსოფიის შესახებ გვიამბეთ, იმიტომ რომ ჩვენ ფილმებიდანაც და ლიტერატურიდანაც ბევრი გვსმენია ამის შესახებ. ადამიანი, რომელიც არის კარატეთი დაკავებული პროფესიონალურად, მე როგორც ვიცი, განსხვავებულად მოეკითხება სხვადასხვა სიტუაციაში პასუხისგებლობა. ბატონო, ზუსტად ეს არის მიზანიც, რა თქმა უნდა, წეგან საუბრობდით ჩვენ უმაღლესი მიღწევების სპორტზე და ეს არის ერთი, ასე ვთქვათ, მხარე და უდიდესი მხარეა ზუსტად ის მასობრივი სპორტი, სადაც როგორც თქვით, ყურადღება ექცევა სწორად აღზრდას. რაზე ვაკეთებს აქცენტს, უფრო მეტად თავმდაბლობაზე, წესიერებაზე, შრომის მოყვარეობაზე, ფიქრობ ყველა სპორტშია, მაგრამ მე ჩემს სპორტ სახეობაზე ვისაუბრებ. ძალიან ბევრი სპორტსმენი შეიძლება ვარჯიშობდეს აღმოსავლურთა ბრძოლაზე, შეიძლება სპორტული შედეგი არ ქონდეს, თქვათ, ისეთი, როგორიც სხვა დანარჩენებს, თუმცა როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება, რადიკალურად იცვლება და ამას აღნიშნავენ პირველ რიგში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და ჩვენი მიზანი ზუსტად ეს არის. თუ ამის პარალელურად დიდ სპორტშიც ფეხს შევდგავ და შედეგებს გავაკეთებთ ქვეყნის სახელით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გაგვახარებს, მაგრამ პირველი მიზანი არის ის, რომ სწორი თავმდაბალი და წესიერი ადამიანები გაიზარდონ. ძალიან კარგი, სანამ დავასრულებთ, ერთ შეკითხვას კიდევ დაგისვავთ. თქვენი სპორტული ოცნება ალბათ აისრულეთ რაღაც დონეზე, იმიტომ რომ თქვენ საპატივსაცემოდ კონტინენტის პირველობაზე ერთხელ უკვე არის აჟღერებული საქართველოს ჰიმნი. მაინტერესებს არის თუ არა თქვა საკითხი, სადაც ამ მიმართულებით თქვენი ოცნება არ ასრულდა და ხო არ ცდილობთ, რომ თქვა უკვე მწვრთნელის რანგში მოახდინოთ ამ ყველაფრის რეალიზაცია და ეხლა მოდის 26 მაისი ყველა ვემზადებით დამოუკიდებლობის დღე გვიახლოვდება. მე ჩემი პირადი მოსაზრებით სპორტსმენებს გაქვთ ყველაზე კარგი შესაძლებლობა, ყველასთან მიმართებაში გაქვთ უპირატესობა, რომ თქვენი ქვეყანა წარმოაჩინოთ ყველა არენაზე და აი ეს კომპონენტი, აი ეს მომენტი თქვენი კარიერიდან როგორ გახსენდებათ? კი, გეთანხმებით, გარკვეულწილად რაც თქვა ბავშვობაში სპორტის მხრივ გარკვეული მიზნები მქონდა, დიდ ნაწილს მივახციე, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ჩემს ბავშვობაში იყო ესეთი მომენტი, როცა თითოეული ბრძოლის მოგება რაღაცა სასწაულად ითვლებოდა, არათუ მედლის ჩამოტანა ჩვენს ქვეყანაში
დღეს სიტუაცია ისეთია, რომ ქართული სპორტსმენისთვის, რა თქმა უნდა, ყველა медаლი გასახარია, თუმცა ითვლება, რომ თუნდაც ვერცხლის медаლი რაცა აგებულ ოქროდ ითვლება და არა მოგებულ ვერცხლად, ეს მახარებს, რომ თამაშს აუწიეთ. რაც შეეხება რა მაქვს დარჩენილი, მინდა რომ მსგავსი შედეგები მოვიდეს დრო და მსოფლიო ჩემპიონატზეც კონდეს და აუცილებლად მივახცევთ. ამას ვეცდებით ყოველ შემთხვევაში. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ აქტიურად გავაშუქოთ თქვენი მიღწევები, ძალიან გვიხარია და სხვადასხვა დაგეთანხმებით ბოლო პერიოდში ქართული სპორტის აკადემიურ მიმართულებებსაც რომ დავანებოთ თავი, აი თუნდაც კარატე მაინც ახალია, ესე დადგინდა და ესე დაალაგდა, რომ ვერცხლი არის წაგებული ოქრო და საერთოდ არ არის აღსანიშნავი ეს შეგრძნების დონეზე, ისე კი ვერცხლი ნიშნავს, რომ კონკრეტულად იმ მომენტში მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატზე მარტო ერთი ადამიანი გჯობნის, რაც ნამდვილად არ არის ურიგო რეზულტატი, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ, ვერცხლიც, ოქროს და ბრინჯაოც ჩვენი ქვეყნის ყურებაში არის ხდება საერთო ჯამში და ბუნებრივია ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ლაშა ხაჭაპურიძე საუბრობდა დღეს ჩვენთან პირდაპირ ეთერში კონტაქტური კარატის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ კვირაში ისევ შევხვდებით.